ჩემთვის თავისუფლება არის ის, რომ აი მოკლედ ვიტყვი, როცა გააქვს შენი აზრი, შენი პოზიცია და არავინ არ გზღუდავს ამაში და თავისუფლად შეგიძლია განახორციელო შენი გეგმა, ჩაიცვა ისე როგორც გინდა, აკეთო ის რაც გინდა და გქონდეს თავისუფალი პოზიცია და მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. თავისუფლება რომ დავდივარ, თავისუფლად. არ გზღუდავენ. ნუ ეხლა ნორმის ფარგლებში ვიძახი. აი თუ გინდათ ეხლა რაც ხდება სიტყვის თავისუფლება. თავისუფლად შეუძლია ადამიანს გამოთქვას თავის აზრი, უნდა შეეძლოს, აქ არ არის, მაგრამ ესე უნდა იყოს. რა ვიცი, ამას ნიშნავს, რა პირველ რიგში არის სიტყვის თავისუფლება. ჩემთვის თავისუფლება არის ჩემ მეგობრებთან ერთად ყოფნა, გართობა, ანუ ზოგივით სექსი არ წარმოადგენს ჩემთვის თავისუფლებას მართლა. ეგ არ არის, თავისუფლება არის ჩემთვის რომ დავდივარ ქუჩაში. და აი ყოველი დღე თავისუფალია ჩემთვის, მაგალითად, მე ესე აღვიქონდა. ქართველი მოქალაქის ღირებულებები იყოს დაცული სამართლებრივ საკითხებში, შემოქმედებით საკითხებში, სამშობლოს სიყვარულში განწყობაში და რაც მთავარია მომავლის რწმენის გამტკიცებაში. თუ ადამიანს არ ექნება მომავლის რწმენა, თავისუფლებას აზრი არ აქვს. საერთოდ ღერი ვარ მე და როდესაც რამე ტექსტი დავწერ სიმღერასთან დაკავშირებით და შემდეგ ამას ჩავწერ და უკვე რო ხვდები რომ ეს კარგი გამომივიდა, მაშინ ან თუნდაც ჩაბატკბირა სკოლა როცა არ არის. ესე ჩემთვის თავისუფლება. ან როდესაც ისეთ რამეს ვაკეთებ, ისეთ საქმეს ვაკეთებ, რაც მიხარია და იცით რაღაც სარგებლობა მოაქვს ჩემთვის. ეს არის ჩემთვის თავისუფლება. შეცნობილი აუცილებელი. გასაგებია? რთულია. შეცნობილი აუცილებლობაა, რა თქმა უნდა და ესე თავისუფლება არის კანონის ჩარჩოში, რაც ექცევა, აი იმას უნდა მოიხმარდეს ადამიანი. კანონის ჩარჩოს რაც სცილდება, ის აღარ არის თავისუფლება. ეს არის აღვირახსნილი. რა კი ჯერჯერობით სრულწლოვანი არ ვარ და დედაჩემზე ვარ დამოკიდებული, ჯერჯერობით სრულად თავისუფალი ვერ ვიქნები. და ბევრ რამეში ვარ შეზღუდული, მაგალითად, სავე რომ მინდა წასვლა, ჩემით ვერ წვიტა და აუცილებლად მოვკითხა დედაჩემს. აი მაგალითად ადამიანი რომ მოაქცია 4 კედელს შორის, თუ თავისუფლად გრძნობს თავს, ის მაინც თავისუფალია და რაც არ უნდა კარგი მდგომარეობა შეუქმნა. მე ესე მიმაჩნია. ვაი გაგვიშვონ და გარეთ აი მოგვცეს საშუალება რომ ვივაჯროთ. სხვა არაფერი, არა ვხურდობთ, არ ვიპარებთ არაფერი. დამოუკიდებლობა საკუთარი თავის ხარჯზე და არა ვიღაცების გადაბიჯებების თუ რაღაც შეწუხების ხარჯზე. და განათლება თავისუფლად. აკეთო ის რაც შეგინდა. არ იყო შეზღუდული არაფერში, მაგრამ ყველაფერს თავისი ფარგლები უნდა